საშუალოდ ითო უფალმა აღაშულა კაცთვის შეუძლებელი. თქვენ იცით საღვთო ისტორია, წმინდა წერილი და ნოეს სამი ვაჟი ყავდა, სემი, ქამი და იაფეტი. და როდესაც ადგა ჟამი მის ნოეს გასვლისა, ეს სამი ვაჟი დალოცა. ეს დალოცა იყო წინასწარმეტყველება. მომავალი მათი როგორ იქნებოდა ღვთის წინაშე და საბოლოოდ საკუთარ დადგომისას და სამსჯავროზე როგორ იქნებოდა მათი შთამომავლების ბედი. და უთხრა ნოეს სემს თავის უფროს ვაჟს, რომ კურთხევლად ღმერთი სემისაო. ხოლო იაფეტს უთხრა, რომ განივცოს იაფეტიო და დამკვიდრდეს სემის კარვებშიო. აი საოცარი რომ იაფეტის მოდგმა სოფლიოში გავრცელდებოდა. ხოლო ქამს, რომელსაც მამის მიმართ სრული პატივცემლობა გამოხატა, თავის პატივმოყვარების ვნებას აყოლილმა, თვითნებურებს აყოლილმა და ნოემ ასე აკუთხა, მონა იყოს თავისი ძმებისაო. და როგორი დალოცვა არის, მონა იყოს თავისი ძმებისა. მაგრამ იგულისხმება ის, რომ ჭეშმეტი რწმენა თავიდან სემის მოდგმაში იქნება და შემდეგ იაფეტი სემის კარვებში დამკვიდრდებაო. ანუ იაფეტის მოდგმაში გავრცელდება ჭეშმეტი სარწმუნოება. ანუ გაგრძელება მისი სემიდან გადავა იაფეტში. ხოლო ქამის მოდგმა ამ ძმების მიმართ მონობით თანაზიარი გახდება ჭეშმარიტ სარწმუნოებისა. სხვა გზა მისი არ არის და ასეც
სრულდებოდა ძალოს მანძილზე. შემდეგ ეს თოთი დაცემა ხო ყველაში იყო, მაგრამ გავრცელდა ყველა ტომში. მაგრამ სემის მოდგმაში დარჩა მართალი ადამიანი. და აი მართალთა მოდგმა ბიბლიაში აღწერილია ისინი პირდაპირ თავისი ასაკითაც და იქ და არსფაქსადის что არის ერთ-ერთი მე არსფაქსადი ებერი და ბოლოს მოდის თარამდე აბრამის მამამდე და აბრამზე გადმოდის. რატო ვიხსენ ჩვენ რომ როცა დაიწყოს გამრავლება მათ ხო ამ მოდუმამ ნოეს სამოლებმა ბოლოს ამ პარტავნების სული დაიუფლა მათ. ის ამ პარტავნების სული რომელიც ადამ და ევამ თავის დროზე სამოთხეში მიიღეს და იმიტომ ეშმაკისგან და დაკარგეს სამოთხე. და ხელახლა ხდება დაკარგვა ამ ახალი სამოთხის რომელიც მიეცა მათ რამე თუ გადაწყვიტეს რომ აი ჩვენ ერთად ბევრი ვართო და ჩვენი ძალა მოსილება გამოვხატოთ იმ ავაშენთ გონდოლი რომელიც სამდე მიწდება ანუ ღმერთთან გატოლება მოინდომეს. თავისი ნებით ავიდოდნენ იქ ამ დროს უფალმა თავიდან უთხრა ადამს სამოთხეში რომ აი ამ ხის კეთილ ბოროტის სავადის ხის ნაყოფს ნუ შეჭამო. ანუ შენ თვითონ ნუ შეცდები შეიცნო ის რაც ღმერთმა უნდა გამოგიცხადოს. რა არის ჭიშმარიტი და რა არის საცდური. და თვითრებობა ისე გავრცელდა მოდმაში და გადაწყვიტა რომ ბევრი ვარ ძლიერები ვართ ვინაიდან ჩვენ წინამდე და ბავშვენ გოდოლი და ეს განზრახვა თვითნებური ამპარტავნული ღმერთთან გატოლების განზრახვა უფალმა დაშალა იმიტომ მისცა ენები სხვადასხვა ენა ეს არისოდა და ხოთა ძველი წარმოსავლიანი ერთ ენაზე მეტყვი და უცებ სხვადასხვა ენაზე ელაპარაკდნენ. ნუ თუ ჩვენ დღევანდელ საქართველოს გადავხედავთ და ვინახავთ რომ ერთ პარლამენტში სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ენა ქართულია ლინგვისტურად. მაგრამ არსებითად შინაარსობრივად სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. და მარტო საქართველოში ყველა მსოფლიოში არის. ყველა ერთში გაყოფა მიდის. და ესე ამ პარტავნების სული ყოფს ხოლმე. და ვერთო მისა მათ ყველას სხვადასხვა ენა. და ენების მიხედვით გაერთიანდნენ. რაში შესაძლოა მისით ერთმანეთს ესმოდა ისინი გაერთიანდნენ. და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკდნენ. ანუ კაცობრიობა დაიშალა ენებად, ტომებად, სარწმუნოებად და სულტნის გარდამოშლით ხდება მათი გამთლიანება. სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ მოციქულები, რომელსაც სულტნის გარდამოშლით მათზე, მაგრამ იმ ენებზე, რომლის მატარებელი ეს იერუსალიმში ჩამოსული, რომის იმპერიის ყველა კუთხიდან, სხვადასხვა ტომი სახლობდა იმ ენებზე და ესმოდათ ყველას ეს ენა, მაგრამ ეს განსხვავებულობა დაიძლია ღვთის მადლით, სულტნის მადლით და სხვადასხვა ენაზე ერთი და იგივე ქადაგებოდა. და მოხდა გაერთიანება, გამთლიანება და აი ეს არის დიდი ციკლი კაცობრიობის ცხოვრების, რომელიც დაგვირგვინდა სულტნის გარდამოსვლით მოციქულებზე. და მე მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში მიდიოდნენ და იქ უქადაგებდნენ. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პავლე მოციქული ვარს განათლებული იყო და ხადა ბერძნულიანად იცოდა ებრაული თავით. და პირველად მიდიოდა სინაგოგაში თუ უქადაგებდა იქ. და მე მიდიოდა წარმართებდა იმათ ბერძნულად, ლათინურად უქადაგებდა. ანუ ეს ენობრივი ბარიერი დაიძლია არა ენობრივად, არამედ მადლით. ერთი წმენით, ერთი მადლით, ერთი სიყვარულით, ერთი წყალობით.
აი ეს სასწაული მოხდა და ამ დღეს აღნიშნავს ეკლესია და გვახსენებს რომ დღესაც შესაძლებელია ჩვენი ერთობა სული ტვინის მადლით ანუ სიყვარულით, წყალობით, შეწყალებით, თამდაბლობით, სინანულით, თოდათა განცდით აი ამას დღესაც სწავლობთ სულტნა გარდა მოციქულებზე და მოციქულთან თავის მოწაფეებზე და ხელდასხმის საიდუმლო უდლობისა მოსკოვა დროიდან სულტნის მადლით ხდება დღემდე. Ათო ვამბობთ რომ ჩვენ არა მამები ამბობენ შეგიძლია ბევრი მეცნიერება შეისწავლო და გახდე მეცნიერი. შეიძლება მრავალი ხელობა და შეისწავლო და მაგრამ ცხონება შეუძლებელია სულწნის მადლის გარეშე. ათო ცხონება ეკლესიის გარეშე შეუძლებელი არის, იმიტომ რომ ეს მადლი ხელდასხმისა მოციქულებიდან გადმოდის თაობიდან თაობამდე უწყვეტად და ამას უფრთხილდებით ჩვენ, რომ ეს წყვეტა არ მოხდეს. თქო, შინაგანი დაპირისპირება არ მოხდეს ჩვენთან და ხდებოდა იქ მონოფიზიტი გამოიყვნენ, იქ მერე ისე იგი კათოლიკები გამოიყვნენ, მე ბაპტისტები უამრავი ყოლა გამოიყო, მაგრამ სულ აი ეს გაყოფა დაიწყო, ეს იქ მადლი არ არის. თითნებური სწავლებები შემოიტანეს, თითნებური დოგმატების შექმნა და გამოგონება დაიწყეს და მართალ ეკლესია პირვანდელი ერთიანი ეკლესიის სარწმუნო დგას დღემდე. ამიტომ მადლი ღვთისა აქ, აი ხელდასხმის მადლი და სარწმუნო ერთობით დღეს სოფელს მართლა ეკლესიაში. და შუათ ეს მადლი იცავს საქართველოს უამრავი მტრებისგან. მოდიან, მე უკან მიდიან და საქართველოს დგას ისევ. და იდგება ქრისტეს მოსამდე ვიდრე ჭეშმეტე სარწმუნო იქნება საქართველოში, ქართლერში. და მისია ჩვენი არის რომ სხვა ერებიდანაც მოიცენ ვით გინდა საქართველოს ცხოვრობს და გინდა დღესაც ეს ასეთი გადინება ქართველების საზღვარგარეთ არ ყოფილა მასშტაბის. მაგრამ ვიტყვით კი განსაცდელ გაჭირვება გამოიწვია, მაგრამ იქაც ქართული ეკლესია მართლმადიდებელი განივრცო აქეთ თელსოფლიოში. გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისში, ირლანდიაში, ამერიკაში არიან ქართველი მართლმადიდებლები. იქ არიან სერბი მართლმადიდებლები, ბულგარი მართლმადიდებლები, რუმელი მართლმადიდებლები, რუსი მართლმადიდებლები, უკრაინელი მართლმადიდებლები. მართლმადიდებლობა ერთია. აი ეს მისია ბოლო ჟამის მისია არის, რომ კაცობრიობას კითხელ შეახსენონ, რომ არის ჭეშმეტი სარწმუნოება, რომ გაკავშირეთ უფალთან და რომელსაც ჩვენ უფალ შეხვდებით მეორე მისი მეორე მოსისას და სამჟავროზე განვიჯდებით ჩვენ და ყველა მთელი კაცობრიობა და განირჩევა ვინ შეინარჩუნა ღვთის მადლით მოცემული რწმენა ერთია და მეორე არის ვინც გამოდგა ან მოიგონა ახალი რაღაცა მიმდინარეობები. მეტყვი მტკიცედ იდექეთ სარწმუნოებსა ზედა ჭეშმარიტ მართლმადიდებლობსა პირვანდელი ეკლესიის სარწმუნოებაზე და უფრო ადიდებდეთ უკუნთუკუნისამდე და მეტეგან გადიდეთ თქვენ და ერი ჩვენი.